შორტები გაცვი, რატო? რა ვიცი, ხელოდა და. ხელოდა და ჩავა. რა გაცვია, ბიჭო? ხელა კაცი ვარ. ხელა კაცი შორტები როგორ ჩაიცვი? აი ესე უნდა ივაშკაცოთ ხოლმე, რა. ყველაფერი ყრია იმინა, რაც არ დაეზარათ, ყველაფერი ჩაყარეს წყალში. აი რამდენი წელი გინდა იმისთვის რომ მიხვდე რომ შენ თვითონ ზიხარ იმ ნაგავში. მთელი მენდელეევის ტაბულა აი ამ ტბაში ეხლა რა. აი წინს 80 ლარად გიყიდი შვილო და თიც დაჭიმავენ ხოლმე. კუნტერეს და თიც დაჭიმავენ ხოლმე რა მაქს სპინერები. წყალში თუ ჩავავდი. ჭაობში. ნეშონპალაში. ხელა კაცი ხარ და რა ველოსიპედზე კატაო. წავიდა ცოლი მოიყვამი ბავშვი გააჩინე რაღაცა ქენ. ველოსიპედი და გამარჯობა ხატო. შორტები გაცვი, რატო? რა ვიცი, ხელოდა და. ხელოდა და ჩავა. რა გაცვია, ბიჭო? ხელა კაცი ვარ. ხელა კაცი შორტები როგორ ჩაიცვი? აი პისტოლი რუგზაკი. აუ. სადიც მოხმა აღარ გაგწევა. აღარ მეწმაკაცები ხო? დარი დღეს კაიტინა ამბოქშა. გამარჯობა ხალხო. მე და მიხეილი ვიმყოფებით კუსტბაზე. ამოვედით. და სხვათა შორის, აი ამ წლების განმავლობაში მე ხა დავაკვირდი აი ამას, აი ამ ამბავს თუ შეიძლება მე ეს არის ბანგლადეშის ტბა. მართლა რაღაც იმას გავს ანუ კუსტბა. რა შევადარო. ვულკანური წარმონაქმნია აქა. ჟავა მოდი. დისკავერიზე რო არის, ხო იცი ყველაზე დაბინძურებული ტბები. აი შეხედეთ, აქ ეხლა არის ბუნებრივი მჟავა. მთელი ბავშვობა, რა ვიცი, კუსტბაზე ვარ თითქოს. ესე შემიძლია თავისუფლად დამაყოთ თქვა გაზრდილი და ნუ ეხლა კამკამა წყლით არასდროს არ გამოირჩეოდა აქაურობა, მაგრამ ესეთი ამბავი არისო რა. ძალიან ცუდია რომ თბილისში ანუ სულ 1-2 ტბა გვაქვს ეს და ლისის ტბა და ნუ თბილისის ზღვას თუ არ ჩავთვლით ეგ ეს ტბა არის, მაგრამ არულიან ესე დღეშია გაჭაობებული არის მთელი კუსტბა. და ნუ ადრე აქ ამოვდიოდით, ეხლა ბავშვობაში ვბანაობდით ყოველ დღე. თითქმის ყოველ დღე ფეხით დავდიოდი, მთაწმინდანზე ცხოვრობდი და დავდიოდი თელ დღე ფეხით. ნუ მაგრად ეხავს რომ ეხლა ესე დღეში არის არულის არავინ ვისიც არის, როგორც მიშამ თქვა 7 კაცი არის ამ ტბის წილში და არავის არ უნდა რომ ფული დაახარჯოს ერთმანეთის ჯინაზე, როგორც ხდება ხოლმე. ჩვენთან სამწუხაროდ კიდე აქაც არის სცენას თუ შეხედავთ აი აქ ვიღაც აი ესე უნდა იგროზინოთ ხოლმე, უნდა ამოხვიდეთ აქა. ჭამოთ მოჯოთ ხოლმე. შუაში აი ესე. უნდა დააყაროთ აქ ყველაფერი და უნდა წახვიდეთ მე რა და მე სახში მაგაცებში. კედა როგორ ჩავა. აი ანა. აი ესე უნდა ივაშკაცოთ ხოლმე რა. ყველაფერი ყრია იმინა, რაც არ დაეზარათ, ყველაფერი ჩაყარეს წყალში. ეს გაჭაობებული არის, ეგეც მიხეილმა თქვა და აქ კამიშები იყო ადრე წყლის ქვეშ. და მოჭრეს და ამოსუფთავება დაეზარათ და მაგის გამო ის დალყაა, წავიდა პობა, როგორც ყველამ ვიცით. ეგრე ხდება ხოლმე და გადაიქცათ ჭაობად. ანუ არ ვიცი ხა აქ თავმოყარი ადამიანი არ იბანავებს და იქითკენ კიდე შეიძლება მე მაგრამ ევასება საერთოდ ბანაობა ცურვა და შეიძლება კიდე ჩემნაირმა იბანაოს, მაგრამ ცოტა ისეთი თან ის ძალიან ისეთ
ხოეფოერები აქ არ ჩავარდა. არა, აქედან ეგრევე ვენ დისპანსერში უნდა წახვიდე. ხო, ლეგვის ნაყენი. ესეთი ამბავი, რაც შეეხება ლისის ტბას, ის იმ თავიდანვე ბინძური იყო. მაშინ აი იმ ჩემი ბავშვობიდანვე ბინძური იყო და რასაც ქვია იქ, რაც ქვია იქ ბანაულობას და იქ ცურვას. არა, და კუსტბა კიდე ისეთი პონტი იყო, რომ ანუ აქ ასე თუ ისე ადამიანი შემოხვიდოდა წყალში. ну თბილისის ზღვაც დაბინძურებულია ყველას გეცოდინებათ, მით უმეტეს იქ უფრო ნახავთ ეგეთ სიტუაციას განსაკუთრებით ეხა ზაფხულში თუ ახვალ. მიშამრას თქვა იქ საზამთროები დატოვებული და იქ კალბასები დატოვებული და კიდე სხვა რაღაცებზე არ ვიტყვი იქ მიმდებარე ტერიტორიაზე რაღაცები რომ გადაგდებული და ვიღაცის ქუჩაში ბავშვები, კენჭებზე ბავშვები რო ახატია და რაღაც მოკლედ ეგ კიდე სხვა თემაა, მაგრამ ხალხო ხილა ქალაქში თითქმის 1.5 მილიონი ქალაქი არის თბილისი, არის ერთი კინკილა ტბა. თან რამდენი ფული ცოტა შემოდის ეხლა. ფულიც შემოდის ამ ტბიდან, იმიტომ რომ რა ვიცი 1000 რაღაცა იყიდება, 1000 რაღაცა ხალხი მოდის საფულში. გინდა არ გინდა, მაინც მთელი თბილისი აქ არის. და ფული შემოდის, მაგრამ მოვლა არავის არ უნდა სამწუხაროდ. და რა ვიცი ბატონო მიხეილ, თქვენს თუ დაამატებთ რამეს? ტელევიზორში ვარ? ტელევიზორში ხარ ბატონო? ვა, ესე რომ შევიდნენ ხოლმე კამერები. კამერაში ხარ, კამერაში. ვა, მომბე. რა გადავამატო ირა, აბა, ჩანს ყველაფერი და ერთადერთი ყველაზე ცუდი იცი რა არის? არავის არ აინტერესებს, პროსტა მოვიდა, გახსნა, შეჭამა, გადააგდო და რატომღაც იმის იმედზე რომ ვიღაცა მოვა და დაალაგებს. მე მეორე მოვა, ზუსტად იგივენაირად და ესე ხდება ყველაფერი. ну კაი, ამას მაინც აალაგებ აქ და მოწმინდა, მაგრამ აი აქაურობას, აი ამას რაღაც უზავ, ხო? ა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ანუ ვისიც არის ეს კუსტობა და ვისაც ფული შეზდის ამ ყველაფრიდან, ეგ ხალხიც იმათაც მაგარი ახალია. მაგათაც მაგარი კიდიათ, ანუ მაინც გამოდის ფული. მთელი მენდელეევის ტაბულა აი ამ ტბაში ეხლა რა. აი აქ წინ დავარ. სა, ვაფშე ყველაფერი. აი ეს რამდენად ჩანს აი გაზომება და ჩამპანი ნადავლი. ჩაოლებრივი ჭაობია რა, ანუ უკვე თავისუფლად შეგვიძლია ანუ დაუძახოთ ამას. კუსტბა კი არა, კუსჭაობია, ანუ ჭაობია რა, აქეთა მხარე, ანუ აი ეს სცენა სადაც არის, რა ვინც ვერ მიხვდა სადღაც. აგერა, აი ესენი უკვე დამპალია უკვე. ვახ, უკვე დამპალი ჭაობია. ვინც ვერ მიხვდა სადღაც, აი ეს სცენა რო არის, აი ეს ადგილი. ფათაშორის ეს ტბა ნადრე იყო, აი იმ გზამდე მაღლა ასული. ფართობაში მახსოვს რომ მოვყავდი ხოლმე, მანქანა აი იქ ჩერდებოდა ხოლმე და იქიდან უკვე წყალი იწყებოდა რა, აი ამ სიმაღლე იყო. და აი ეს ადგილიც, აი ეს ოშკურები ვით რო არის, ეხა ტენისის სათამაშოები რო არის, ისიც უწყალში. ობობა შემომეხვი ენხელა თავზე. ო რა თუ არ მოვა. ბოლო თუ არავინ არ არის მომვლელი და თავის მომვლელი, ნუ ვინძურებთ მაინც ახალ, ეგ არის მთელი უბედურება. ნუ მაგას ეხა ძალიან ისეთი წლები ჭირდება ჩემი აზრით, რომ ეს მენტალობა შეიცვალოს იქონ ადამიანში. იმიტომ რომ შეიძლება გეცოდინება ბევრი არის რომ სხვაზე იძახს რომ აი ნუ აი პროსტა აი რამდენი წელი გინდა იმისთვის რომ მიხვდე რომ შენ თვითონ ზიხარ იმ ნაგავში აი მაგას რამდენი წელი რა ვიცი არა ბევრიც არის ესეთი ეხლა რომ მაგალითად ჩვენ აი პროსტა აი ყველამ წარმოიდგინეთ ოთახში საკუთარ ოთახში სადაც ზიხართ კომპიუტერთან და აი ყველაფერი ჭამოთ და ძირზე ყაროთ და არავინ იცი რომ არ დაგილაგებს რა და ნუ 1 3 4 თვის მერე რას დაემსგავსებით იმ ოთახში აი ეგ მაინტერესებს ო და თან მე იმის თქმა მინდოდა რომ ბევრია რა ეხა ისეთი რომ ანუ შეიძლება სხვაზე თქვას რომ აი მან დაყარა ის მათ თვითონ გაიმის გამომის იგივეს გააკეთა. დადი და აიგე რომ დააგდო და გადააგდე შენ. всё. ო რაღაცა ეგეთი არის რა. რამდენჯერ მიქნია? არ მიტყდება. მოდი ეხა გაგვაცანი ეს ვაჟბატონი აი. მოდგას და კამერა მიხეილი მე მიღებს სტრიმში სტრიმი რა. ხო და ანუ იმას ვსაუბრობდი რომ ჩემი მანქანა რაც გამიფუჭდა იმის მერე ხა ვიფიქრე რა მექნა და ეს ველოსიპედი კარგი ხანია მყავს გაჩერებული მყავდა იმიტომ რომ რაღაცები ქონდა შესაძლებელი კამერები გასაკეთებელი ნუ არ ხმარობდი და ამიტომ მეყენა ბალკონზე და ნუ ვიფიქრე გამეკეთებინა წავიდე ველოტრეკზე გეცოდინებათ ეხლა თუ ვინმეს გაქვთ შეხება ველოსიპედებთან ველოტრეკზე გიამასწავლებელიც გეცოდინებათ დიდ ღომში მით უმეტეს
ნუ მოკლედ ეს არის, ეხლა მოკლედ აგიხსნით, ეს არის ბულსის ფირმის ველოსიპედი, ბულსი ამერიკული ფირმა არის და ეხლა გერმანელები აწარმოებენ, ანუ გერმანელებმა შეისყიდეს. არის ესე იგი 27 სიჩქარიანი ეს ველოსიპედი, 26-იანი პაკრიშკები აქვს, წინა აპორნები, ანუ არ არის ახალი მოდელი, მაგრამ ძალიან საკაიფოდ დადის და ძალიან კარგი რაღაცა არის. ნუ მოკლედ როგორც გიამ ამიხსნა, სამხედრო ველოსიპედი არისო, ეს არის ხო სამხედრო დანიშნულების ველოსიპედი არისო, აქ ამიტომ რაღაც ასეთი კარგი რამა, ანუ კარგი მინდუღება და ძლიერი არის, ანუ რაში იყენებენ ამას რაღაც სპეცსამსახურებში შეიძლება არსებობს ვინც დადის ველოსიპედი, აზრი არა ვარ. არტიზანული ველოსიპედი. ხო, აქ როგორც ხედავთ, აი გერმანული ჯვარიც ახატია, ანუ ეს თვითონ გერმანულ სამხედრო ტექნიკას აქვს. ტანკებს, თვითმფრინავებს და ასე შემდეგ. ისე აი ირაკლესაც რო დააკვირდებით არიელი რასა. ხო, რაღაცა გერმანული არის რაღაც, ხო და მოკლედ აი ესეთი კარგი ველოსიპედი არის, დავდივარ ამითი სამსახურში, ეხლა ლაგუნა ვერესთან დამიწევს სიარული ორთაჭალიდან ეგ არაფერი არ არის. აქაც ველოსიპედით ამოვედი, ნუ ეხლა კუსტაბაზე ველოსიპედით ჯერ ვერ ვქაჩავ რა თქმა უნდა, იმ საბაგიროთი ამოვედი, მაგრამ ნუ ეგეც შეიძლება რა, როცა კარგად მიეჩვევი. ჩვენ ბავშვობაში რა ველოსიპედი იყო თითქმის ყველა ბავშვის ოცნება. ყველას უნდა რომ ყოლოდა ველოსიპედი და მაგალითად ყველა მამამან, ყველა ბიძა მიცოდა რომ თუ ვინმე ბავშვს გინდა რომ 100 ამოვო და საჩუქარი გაუკეთო, ეს იყო ველოსიპედი უნდა გეკიდო. დღევანდელ ბავშვებს მაგარი ქინძზე კიდიათ ველოსიპედი, ანუ თავარია სპინერი ქონდა. ხო, რაღაც სპინერი ჯეტია 5 სტრიმზე უკიდე და ასე შემდეგ. მაგრამ ველოსიპედი ძალიან კარგი არის, მინდა ვთქვა, ჯერ რა ვიცი, გადაადგილების და მოძრაობის მშვენიერი საშუალება არის. პირველ რიგში ჯამრთელობა არის და ვარჯიში, ფეხებს გაივარჯიშებთ, ზურგის კუნთებს კარგად ავარჯიშებს, წყლის კუნთებს ავარჯიშებს, პრესსაც ავარჯიშებს, რა თქმა უნდა, სუნთქვასაც ავარჯიშებს და ყველაფერს. ძალიან კარგი არის ველოსიპედი და ხო, კიდე მინდოდა მეთქვა, რომ მოვძებნი Facebook გვერდს, ალბათ იქნება შანსი რა თბილისში, სადაც ანუ რაღაც ველოკლუბის Facebook გვერდი არ იყოს, სადაც იკრებებიან ველოსიპედისტები, მიდიან ერთად შეიძლება კოჯორში ადიოდნენ ან სადმე იქიდან ეშ რაღაც სხვადასხვა იმებს აწყობდნენ. და რა ვიცი, მიხეილიც მინდა გადმოვიბირო ჩემთან ერთად რომ ანუ ვაყიდინო ველოსიპედი, ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი, ვინც ვაჭრობს ველოსიპედებით და შენ პირდა რომ შენ ველოსიპედშიო გამოგიკლებო გარკვეულ თანხას და თანხას დავამატებ და ძალიან მაგარ ველოსიპედს მაყიდინებს. და ასევე მიხეილის თუ იქნება თანახმა ამ სიდერეში ვივლით ხოლმე ველოსიპედებით. და რა ვიცი, ამით მორჩები საუბართ ჩემ ველოსიპედზე და რავი, გირჩევთ, ბავშვებო, დიდებო, თუ იყვართ და მოგწონთ ესეთი რაღაცა, შეიძინეთ ველოსიპედი. იარეთ, ხო და იმის თქმა მინდოდა, რომ თუ ივლით იარეთ ძალიან ფრთხილად ტრასაზე თუ ივლით. იმიტომ რომ ეს არის საქართველო, ეს არ არის ევროპა. აქ არ ერიდებიან არც ველოსიპედის, არც არავის იციან ეს უაზრო მოსიგნალებები მძღოლებმა და რაღაცა სულელური ისენი. არ არის. ხო, გინდა რაღაცა ბიჭო არ დამეტაკო რანაირად დადიხარ და გრული არ გადმომიკრა და რაღაც სისულელეები და ყველა სტუდი რაც არის კიდე ის რომ თბილისში არ არის ანუ ველოსიპედის სპეციალური ანუ ველოსიპედებისთვის სპეციალურად განკუთვნილი ბილიკები არ არის. საქართველოში ეს არის მარტო ბათუმში. და ყველა სტუდი კიდე ის არის რომ მძღოლები და ესენი ანუ ძალიან ქაოსურად დადიან, ამიტომ უნდა იყოს ძალიან ფრთხილად თუ ივლით ველოსიპედით და განსაკუთრებით ტრასაზე, იქ ტროტუარზეც თუ ახავთ იქ გზავს არ უნდა დაეჯახო ან ვიღაცას, ანუ მოკლედ ფრთხილად. შემთხვევაში ტროტუარზე ურჩევნია, თან კიდე ერთი რჩევა მოძრაობის საპირისპირო. ხო, მოძრაობის საპირისპირო მხარეს ხედავდეთ. რო ხედავდეთ მაინც ხო თქვენ. ასეთ შეიძლება ვიღაცა აწყვეტი მაგამოარ, ნუ მოკლედ რა. ფრთხილად იყავით ხო რა თქმა უნდა. ვინც ახლა გამოსტილი ველოსიპედისტია, მაგრამ ჩემზე კარგად იცის როგორ უნდა იაროს, ვინც არა დააპირებთ, ჩემგან რჩევა იქნება, რომ ძალიან კარგი რაღაცა არის. პირველი ერთი კვირა გაგიჭირდებათ, ახლა მიუჩვეველი როცა გაქვთ ფეხები იქ ერთი ადგილიც გეტკინებათ დამიჯერეთ სკამისგან, მაგრამ ეს ერთი კვირა ძალიან მალე გავა და კმაყოფილი დარჩებით. სახში უბრალოდ ჯდომას და აი რაღაცა სისულელე. მარტო ხელების ვარჯიში არ არის, ფეხებიც უნდა გაავარჯიშოთ. ხო, ფეხებიც უნდა გაავარჯიშოთ. მე მინდა რომ შენც აი აგიყოლიო და ველოსიპედი გაყიდინო. და მე ვფიქრობ, რომ ანუ ესე თქმა ერთი არის რა ჩვენთან. ანუ ხო, დაგირეკავ და წავიდე 3 წლით დაიკარგა. არა, რას ვიძახი, იცი, ანუ აი 100 ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო რა, ეგრე არის. მართლა აი შენი თვალით რო ნახო ის ველოსიპედები რა. მე ვიცი და იმიტომ არ მოყვები. ხო და მე შენც კაი მართლა რა ერთი 1000 ლარი, აი 1000 ლარად იყიდით
ძალიან მაგარი, ძალიან სერიოზული. აი ხა ეს ველოსიპედი ამის ფასი არის. სადღაც 450 ლარი ნორმალურად რო ვთქვათ რა. ეხა ბევრი ადამიანი არსებობს განსაკუთრებით საქართველოში ისეთი რომ ველოსიპედში 500 ლარი როგორ უნდა მივცე. აი ეგეთი ძალიან ბევრი არის დამიჯერება. So hit me. So hit me. First a confession. With you, I feel a connection. With you, it's like an infection. I've been infected with an obsession. არა ხალხო ველოსიპედები ჩვენზე ბევრად ცივილიზებულ ქვეყნებში როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკა და ასე შემდეგ ხალხი აძლევს 3000, 4000 და 5000 ევროსაც კი და პარლამენტარებიც კი ევროპის ქვეყნებში დადიან აქ რო პრადოზე რაღაცა ველოსიპედებით დადიან სამსახურში შარვალ კოსტუმიანი ხალხი და აქ საქართველოში თუ ვიღაცას უტყდება ველოსიპედით სიარული აი ძალიან საგოიმედში არის ჩარჩენილი და ცოტა გამოდით მაგჭაობიდან გამოდით აი აქ ხართ, აი ვინც ეგრე ფიქრობს, აი აქ ხართ. რა ხელა კაცი ველოსიპედზე როგორ დაავჯდე და რაღაცა. არაფერი არ არის ხალხო ამაში სასირცხვილო პირიქით. ძალიან კარგი არის, ჯანმრთელობა არის და ნუ რაღაც თუ ძალიან კომპლექსიანი ადამიანი ახარ, ეგეთი იდეები არ. თუ ვინმეს ეხა ჭარბი წონა არის, ბევრი რო ზოგს აი რაღაც ჩემი ფიგურა ისე გამოვიყურები ესე ხოლმე დაივიწყეთ ეგ კომპლექსები ხალხო. ყველანაირი ხალხი ჯდება, ეხა ყველა ვერ ვიქნებით რაღაცა ესეთ ანზე და რაღაც ესეთ ფეხებით და იმით მე რა მოხდა ზუსტად მაგისთვის არის სპორტი 90-60 ხო რაღაცა ეხა ყველა აპოლონივით და იქ სპორტის სასახლესთან რო კაცი დგას სხვადასხვა ჩემი მეზობელი არის ვის ანუ თაწმინელი კაცი არის ვის იმითაც შექმნეს ვის ტანზეც შექმნეს ეგ კი ნუ ეხა ბებერია ვიცნობ მაგრამ გამოცემი ხო და ნუ მოკლედ რა ვიცი აი ესეთი ნახევრად სპორტულ კუსტუმური ვიდეო გამოგვივიდა მე და მიშას და რა ვიცი გაგიბრუნდებით მე რაღაც კაი ვიდეოებით ჯერჯერობით ბატონ მიხეილსაც მე როგორც ვიცი არსალია და რამე გადავიღოთ მე ისეთი ბატონ მიხეილი გამაიმედე თორე ხო ხედავ ცუდ ხასიათია ხო ეხლა რაც შეეხება აი შენი ის ნათქვამი მომეწონა ველოსიპედში მაგდენს როგორ გადავიხდიო და რაღაცა და მაგას ამბობენ აი როგორ თქვა აი ესეთი ტიპები ამბობენ რა თითო $200,000 სესხი აქვს და პრადო აქვს გამოყვანილი და ცოლშვილი შიმშილით რო ეხოცება, მაგრამ მაინც პრადო რო აქვს რა და ველოსიპედში ენანება ხოლმე ფულის გადახდა, მაგრამ პრადო და აიფონი უნდა გქონდეს. და ის რო ეს ჯანმრთელობა ეგ მაგარი კიდია. თავარია დიდი საათიანი ბანჯგვრიანი ხელი ქონდეს პრადოდან გადმოყოფილი და ეგ ყველაზე პირველია რა და ერთი რაღაცა გაითვალისწინეთ. საერთოდ ყველაფერი შედარებითია. შეიძლება ვაფშე რაღაცა გისწორდებოდეს და აი 3000 ლარი პროსტა ისე გადააგდო, მაგრამ გინდა გისწორდება და ეგ, მაგრამ ეს არც გისწორდება და არაფერი ეს ვაფშე სხვა რაღაცა ეს არის ჯანმრთელობაში იხდი პროსტა ფულს და სპორტულ ცხოვრებაში რა. გინდა 1000 ლარი გადაიხადე, გინდა 500. ეს არის პროსტა ჯანმრთელობა და უნდა იყიდო და თუ ვისაც უნდა იყიდე და ვისაც არა სპინერი ატრიალოს თითზე ეგ უფრო ჯანმრთელობაა შეიძლება მაგალითად არ ვიცი რა ნახოთ რა ცოტა ხანში თიც დაჭიმავენ ხოლმე კუნტერეს და თიც დაჭიმავენ ხოლმე რა მაგ სპინერი მეც მინდა დიდი ხანია სული მაგ საერთოდ მე დავდიოდი მელოტრეკზე სიმაღლეში იმით ვარ გავმაღობი ესენი დამეკვირდა რა ხო წლების მანძილზე დავდიოდი. არა, აუცილებლად იმენატრის გაგიბრუნდა. ძალიან მიყვარს ველოსიპედი და ძალიან მენატრება. ეხლა მუდმივად ალბათ 10 წელი მართლა არ მჭდარ ველოსიპედზე და ალბათ მეც მალე შემოუერთდები ჩვენ ირაკლის. ერთად ვიკატარებთ რა, კლუბი გვექნება, სექტა გვექნება. სექტა გავაკეთებთ ველოსიპედისტების სექტა და ხო და ან ჩვენ შეუერთდებით ვინმეს ჯგუფს, ჯგროს, ან ჩვენ შემოგვიერთდებიან, უკეთესი თუ ვინმე შემოგვიერთდება ჩვენ. ძალიან ბევრი ამბობს, რომ სეზონურიაო და მარტო ზაფხულში უნდა იკატა. არა, ამას არა აქვს სეზონი. უბრალოდ დასაცმელი უნდა გქონდეს შესაბამისი, ეს. ხო, საწვიმარი რა. საწვიმარი ელასტიკები და რაღაცა და ზამთარშიც მიკატავია და კარგად დიდ წვიმაშიც მიკატავია, მინდა გითხრა და ეს პროსტა წარმოსადგენად არის, აი ესე ვიღაცას ეშინია, თქვა ზამთარში ველოსიპედის და რაღაცა და სინამდვილეში ამაში სეზონი მართლა არ აქვს და აი პირიქით თქვენ თვითონაც
დიდი ხალისი გაქვს, რა ესეთ ცუდამინჩი რომ მიდიხარ და აი წვიმა რომ მოდის, ქარი რო არის მიდიხარ და აი შენ თვითონ გისწორდება, რომ აი მაინც მიდიხარ და აი რომ გამოიხედები უკან საიდან სად მოხვედი და რაღაცა ეგეთი მუღამებია რა, ამას ეხა ენით ასახსნელო ცოტა ძნელია, უნდა გასინჯოთ და ასე რომ ამას ზამთარი, ზაფხული და ეგეთი რაღაც არ არის. არა, ისევე როგორც ვარჯიშია ჩვეულებრივად ზამთარში და არ დარბის ხალხი, არ ვარჯიშობს, წვიმაში არ დარბიან თუ რა. ჩვეულებრივი ვარჯიშია ესეც და საკმაოდ კარგი, როგორც ფილტრებისთვის, ასე ფეხებისთვის და ყველაფერთვის. მარტო ხელების ვარჯიში არ არის. ფეხები კიდე ძალიან საჭირო არის რაღაცებისთვისაც საჭირო. ფეხის კუნთები დამიჯერეთ. ო, ფეხის კუნთები აუცილებელია. ირაკლი მიცის გამოცდილება აქ ფეხის კუნთები. რა გიკარკარდება ესე მოხდა. ვაი მეგაში. ხო, აი, და მე რა უცბად ესე წაიქცევიან. ფოტოჟურის მარტო რქასაა აქ. ეგრევე ყირავდება. წარში ჩავა. Ciao. Ciao. მე შომპალაში. აი ახალ კომპიუტერს თუ ვინმე აწყობს ჩემთან მე უკვე სადმე ლისის ტბაზე არა.